თქვენ რომელ საზოგადოებაში ტრიალებთ, მაგრამ მე რომელ საზოგადოებაში ვტრიალებ, არა. იმ საზოგადოების ას გეუბნები. ეს არის ვანდალიზმი, ეს არის სისულელი, ეს არის ბოროტება, ეს არის ერის წინააღმდეგ მიმართული და ქართველები არც ისე ვართ განებივრებულები. და სტალინის პერიოდში ცხოვრების დონე ყველაზე მაღალი საქართველოში იყო ბატონო. ეხლა ყველაზე დაბალი საქართველოშია. სტალინმა მოხდა დამოუკიდებლობის ყველა ატრიბუტი. ძიმე მრეწველობა, მსუბუქი მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ძლიერი სოფლის მეურნეობა, დაფინანსება ყველაზე მეტი საქართველოს ჰქონდა. და 21 წლის კონსტიტუცია რომ ვაღიარეთ ჩვენ ბრიყვებმა, აფხაზებმა გვითხრეს, ჩვენ იმ კონსტიტუციაში არა ვართ. იმ კონსტიტუციის მიხედვით აფხაზეთი არ არის საქართველოს შემადგენლობაში და სტალინმა შემოიყვანა აფხაზეთი 32 წელში და მერე 27 წლის კონსტიტუციით დააკანონა გლუხორის რაიონი სტალინის დადგენილებით, პოლიტბიუროს დადგენილებით 18 სოფლით გადმოსცა საქართველოს და ხრუშოვმა გადასცა. რატო ხრუშოვზე არაფერს არ ლაპარაკობთ? ვინც დააქცია ქვეყანა? რატო სხვა ისეთ ბოროტმოქმედებზე არ ლაპარაკობთ? თავი წარმოადგინეთ და შენი შეფასება რაც ვიტირავს. დღევანდელი აქცია, ანუ ეხება ძეგლის გადატანას მუზეუმში. აუცილებლად ამ ძეგლის ადგილზე უნდა იყოს ის მემორიალი ჯარისკაცების მემორიალი, რომელიც დაიმსახურეს 2008 წლის შემდეგ და აუცილებლად უნდა დაიდგეს მის ადგილზე ეს ძეგლი. სახელდაგვარი? დიანა ქანაშვილი. სასწავლებელი? მეოთხე სკოლა, საჯარო სკოლა. ჩვენ შევიკრიბეთ დღეს აქ იმისთვის, რომ უთხრათ საზოგადოებას გავაგებინოთ, რომ გორში არის მოსახლეობა, რომელსაც არ სურს სტალინის ძეგლი დგას გორის ცენტრში, იმიტომ რომ მივაჩნია, რომ სტალინი არის ამ ქალაქის და საერთოდ ეროვნული სირცხვილია. იქიდან გამომდინარე, რაც მან გააკეთა საქართველოსთვის. ეს იყო ერთ-ერთი ინიციატორი იმის, როდესაც მოხდა საქართველოს ოკუპაცია გიორგი გოცირის 21 წელს, 1921 წელს. და დღეს სტალინის თავმოყრილები აგრძელებენ საქართველოს ოკუპაციას. ჩვენი მიზანია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ სტალინის ძეგლის გადატანა მუზეუმში და გმირების ასე ვთქვათ, სახელების დაწერა იქნება დეოკუპაციის ნაწილი. სახელდაგვარი და ოთარ ხუციშვილი. სასწავლებელი? ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი. თბილისში სწავლობ გორაში. საღებავი რომ შეაწყეს დიდი თანაშრომია ჩვენი ხალხი. დიდი თანაშრომია. ამ კაცმა ბევრი რამე გააკეთა, არ იციან ახალგაზრდებმა და პატივსაცემს უცხოელების ცემენ პატივს ჩვენ ქართველ კაცს გენიოსი იყო მსოფლიოში ეზანზარა ამ კაცმა და როგორ შეიძლება ამისი გაკეთება აი რაც ახლა დღეს მე დავინა და ძალიან ავთხოვ ჩვენ მთავრობასაც და საერთოდ ახალგაზრდებსაც სხვა რამეს მიხედონ რაც აუცილებელი ეს არავის არაფერს აი ტურისტული კუთხით რამდენად მომგებიანი ტურისტული პირველი მომგებიანი ეს არის ხალხი მოდის მაგის გულისთვის რომ სტალინის ძეგლი და მუზეუმი ხალხი იმ დღეს სამი დღის წინ გამოვიარება იმდენი იყვნენ რაღაცა უცხო ენაზე ლაპარაკობდნენ მე არ ვიცი ახლა შვილო როგორ რა ენაზე მოვედი უნდა დავლაპარაკებოდი მაგრამ რო არ ვიცოდი იმათი ენა გავბრუნდი უკან და გამეხარდა რომ სურათებს იღებდნენ იქა ამ ძეგლში ხედავენ დემოკრატიის საფრთხეს და არავითარი დემოკრატიის საფრთხე როგორ შეიძლება აი ეხლა არის დემოკრატიის საფრთხე ეგენი რო აკეთებენ ეს რა დემოკრატია მითხარ უკაცრავად თქვენ რაც გაქვთ ბანერზე იმის შესახებ მოგვითხრათ რამე ეს მანიშნებელია ეს მანიშნებელი რომ სტალინის თავმოყრილების გამოიყო ის ომი რაც გადავიტანეთ 2009 წლის აგვისტოში ჩვენ ვთქვათ რომ გადაიტანონ ძეგლი გვარი სახელი და სასწავლებელი მინდიაშვილი სასწავლებელი აი ახლა ვინც ეს გააკეთა თავის დედას დაასხა თავის მამასა ეს შეიძლება ოსები ვერ მოუგიათ აფხაზეთში ვერ მოუგიათ სოფლიო ომი მოიგო ჯერ ამით იცვათ არაფერს სოფლიო მოიგო ამაზე უნდა წერენ მარტო პატივი რომ სოფლიო ომი მოიგო და თავის
დედას ესრულოს თავის მამას. რა, გვისლის რამესა, საჭმელს აკუთხოვს, ჰუმანიტარული საჭმელების შემოდის და არ ვაძლევთ. თუ რა? ეს ვერიპოვნიან იმ ადამიანებს, რომლებაც შეასწავლეს. ეს აიციან თვითონ მაღლა, სულ მაღლა. ვიდეო თვალებია გარშემო და აბა, ვერიპოვნიან, თამათი გამოგზავნილია. აი მე ვიყოფილი ხა აქა. მე ამას გეტყვი შენა. 80 წლიანები იყო, 84 წლები. დუდაევმა ერთი ოსი ყვა და მელიც უმბროსაც ეშინოდა. იმ დუდაევისა რიადაოს. აი კაცხოვრობს სპონსოროს ცხოვრობდა. და სტალის რუსია გინდა ბოთლი ჩავარდნი თავში და მაძლევდნენ 6 წელს. ანუ გადავრჩი რაღაცით გამოვწევი. 6 წელს მაძლევ. იმასაც რას გვიშავებს, აი რას. გვიშავებს რამესა, ან 9 მეტრ მიწას გვართნევს. ურა. ფიქრობ შეძლებენ ამის აღებას? ვერა. რატო? არა, ვერა. სოფლიო პიროვნება. ვისაც გითხარი, ვისთანაც ომი მოიგო. ის არ აბრძოლობს აღებაზე, გერმანიაზე. გერმანელები არ იღებენ და ჰიტლერმა ომი წააგო, იმას აფასებენ და ამან ომი მოიგო სოფლიო. სანამ გორში პატიოსანი ხალხია. ვერაი. ვერა შეხედულობაზე შეხედე რა. კაცური კაცია. ამბობენ რომ ასეთი დევიზია სტალინის ძეგლი გორში ნიშნავს ჰიტლერის ძეგლს იერუსალიმში და ამასთან დაკავშირებით. The same he told me. So I have to answer now? I have to answer? You have. Yes, you must. You have to. ესე იგი ჰიტლერმა მოკლა 6 მილიონი მარტო ებრაელიო და მე კიდე სხვა დანარჩენი 6 მილიონია. And Stalin also killed Stalin 50 million? 50 million? But Gori is not Jerusalem. Gori is Gori, and Jerusalem is Jerusalem. Jerusalem Gori is the place where Stalin born. Okay, that's all. Jerusalem is the capital of Israel, the Jewish land. Are you comparing Stalin to Hitler? No, I don't compare. No, I'm asking you. He's a journalist. Can you compare? No. He made good to the Russian people? For Russian? Yes. For Russian people think that he is son. Son? Saint person. Saint person. Holy. How? You say how? Because he made the biggest empire of Russia. Stalin was born in Gori. So you like the statue over here? This statue was built in his life. Okay, I see. So it's why to destroy it? Why? Yes, people go. So they have to keep it. I think so. You cannot erase the history anyway. Yes, you are right. Why to erase? Do you think that this monument is good for tourism? I believe so. Stalin, yes, I believe. He made some bad things also, but in general he succeeded to the Russian people or the Russian country stays alive because of Stalin. I think so. I ask you, the Georgian. My parents escaped from Germany to Russia, and because of that, in 1940 until 1945, they stay alive because of him. So generally he saves their life. Thank you very much. I don't complain. Goodbye. Goodbye. Bye.